უკვე შევიტყვეთ, რომ ივანიშვილის მთავარი მენეჯერი მთელ იმ პროცესებში, რაც დაიწყო 2012 წლიდან ეს დენაციონალიზაცია, დენაციფიკაცია, როგორც ამბობენ, ეს ადამიანის უფლებების დაცვა, მთავარი დამცველი, კორუფციის წინააღმდეგ უმთავრესი მებრძოლი, ჩვენი ტრადიციების, ოჯახის ღირსების მფარველი და LGBT-ს წინააღმდეგ მახვილი, რეფორმატორი, ახალი სიტყვა, ახალი სახე ქართულ პოლიტიკაში, სხვადასხვა თანამდებობებზე ციბრუტივით მორბენალი, ორჯერ პრემიერ-მინისტრი, გავიცი რამდენჯერმე თავდაცვის და შინაგან საქმეთა მინისტრი, ასეთი ბიოგრაფია ტალეირანს არ ქონია და მგონი ლამის ლავრენტი ბერიას. აღმოჩნდა კორუმპირებული ხელისუფლების დასკვნით და მათი სასამართლოს განაჩენით და დღეს გადაიყვანეს ის უკვე ჟავრდებულის სტატუსში და ფორმატში რუსთავის მიმართულებით იმ ციხეში, სადაც მის მიერვე დაჭერილი წინა ხელისუფლების ლიდერები, წარმომადგენლები არიან. მთლიანობაში ჩვენ შეიძლება ვთქვათ, რომ ეს პატიმრები ივანიშვილის პირადი პატიმრებია, პირადი ტყვეები და პირადი მძევლებია. ისინი არ არიან კანონის, სამართლის, ობიექტურობის ან თავისი დანაშაულის მსხვერპლი ამ გაგებით. ნაწილი პოლიტიკურად შეუთავსებელი იყო ოლიგარქთან, ხოლო ნაწილი განსაკუთრებით უპირველესად მისი თანაგუნდელები ეჭვმიტანილნი მის მიერ და არა კანონის მიერ არიან სამეფო წილის ართმევაში. ანუ იმ ფულის წაღებაში, რაც ივანიშვილის აზრით მისი და მისი ოჯახის საკუთრება გახდა. და ეს თანხები, მეგობრებო, არ არის არც 100 მილიონი და არც 1 მილიარდი. ეს თანხები არის 10 მილიარდი. აი მოვადრო ეს მალე მოხდება. დაიწყება ობიექტური გამოძიება ყველაფერი იმაზე, რასაც ჩვენ დღეს ვხედავთ უმცირეს რეალობაში რაც მოხდა. შეიძლება ვჭრელოთ ვივარაუდოთ უფრო მასშტაბური კოეფიციენტით. თუ ამბობენ, რომ იგივე იმ ღარიბაშვილს 6,5 მილიონი დოლარი ნაღდი ფული უპოვეს სახში, ის 1000-ჯერ არის შემცირებული. ამაში ეჭვს შეგეპარეთ. თუ ამბობენ, რომ თქვათ იგივე იმ ბაჩიაშვილს ედავება ივანიშვილი $1 მილიარდ ხო იმ ბიტკოინებში, იქ 3 მილიარდი მაინც. თუ ამბობენ, რომ თქვათ იმ ლილუაშვილმა მოიპარა თუ თამად აიღო 1 მილიონი თურქი ბიზნესმენისგან, იქ თამების საერთო რაოდენობა მილიარდს აჯობს. და ეს ყველაფერი ეს მილიარდები, რა თქმა უნდა, კეთდებოდა და იჩარხებოდა ივანიშვილის ნებართვით, თანხმობით, მეთვალყურეობით და ძირითადი ნაკადი აი ამ ფულის, რომელიც ჩვენი საკუთრება იყო, ჩვენი ხალხის, აი მათი, ვინც დადის ბაზარში და ვერ ყიდულობს, სათითაოდ რო ყიდულობს კარტოფილს და 2-3 ვაშლს და ერთ პატარა კონა წვანილს, რომ რაღაცა სუპი გაუკეთოს ბავშვებს ახალწლად. აი მათი იყო ეს. ეს ყველაფერი მათ შეჭამეს მიითვისეს, ეხლა მთავარი ტაცებელი, ანუ კარტელის მაფიოზა მიუტრიალდა ჯოგის წევრებს, კრიმინალური ხროვის კარტელის წევრებს და უთulis აქეთ რამდენი გადაიყვა, იქით რამდენი გადაიყოლოს, ხელს რამდენი გააყოლეს, სიედრის სახელზე რამდენი წაიღეს და სხვა და სხვა. აი ამას ვუყურებთ ჩვენ. ანუ დასკვნა არის ძალიან კონკრეტული და ნათელი. დედამიწის ზურგზე დღეს და უახლოეს არ ყოფილა შემთხვევა, რომ კრიმინალურ კარტელს სახელმწიფო გაეუქმებინოს და მოხდარიყო შანაცვლება
ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფით სახელმწიფოსი იმ მასშტაბით, რასაც აი აქ ხედავთ. ანუ ეს პრეცედენტი მთელი სოფლიოს პოლიტიკისათვის განზოგადების და საგანგებო მდგომარეობის შესამზადებელი პრაქტიკა და თეორია. რომ სხვაგან არ მოხდეს აი ამგვარი საშინელება, რაც ჩვენ დაგვეყარეთ. და მიაქციეთ ყურადღება მთავარს, მილიარდ მილიონებზე დაობენ ერთი გუნდის წევრები, ხო? და ვიმეორებ, არ ამბობენ რეალურ ციფრს და ჩვენ შეიძლება მილიარდები ვივარაუდოთ და არა უსაფუძვლო და არა იმიტომ რომ ვიღაც გოჯავრება და არ გვიყვარს. აი პირველად დადგა საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში გეოპოლიტიკურად ჟამი, როდესაც დოლარების წვიმა მოდიოდა ჩვენს თავზე. ციდან ეს პერიოდი აღმოცენდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში დაიწყო ეგრეთ წოდებული სპეცოპერაცია, ანუ ომი, რის გამოც ეს ამხელა 12000 კილომეტრზე გადაჭიმული იმპერია დასანქცირდა, დაიკეტა საერთაშორისო კონტაქტები, სავაჭრო, პოლიტიკური, ეკონომიკური კონტაქტებისათვის. ყველაზე ზღვაზე, კოსმოსში, ოკეანეზე, ყველგან. ქვევით დახშა ასევე დასანქცირებული ირანი და პატარა ზოლი, როგორც არაერთხელ მithქვავს, შერჩა მსოფლიოს და ევრაზიას სულის მოსათქმელად. სასუნთქ არტერია და ეს იყო საქართველო. დღემდე. და მთელი მსოფლიოს კაპიტალი, რაც კი მიდიოდა აი ამ სივრცეებზე მანამდე, ტრანზიტში, ეკონომიკურ ურთიერთობებში, ენერგომატარებლებში, ჩვენსკენ წამოვიდა და აი ეს მილიარდები აი ამ ბანდამ მიითვისა, კიდევ ვერ გაძღნენ, ვერ გაიყვეს, კიდევ ერთმანეთს დაერივნენ. ეხლა კიდევ მათი პატიმრები ჩვენ უნდა შევინახოთ იქ ციხეში მსუყებ და მათი მოპარული მილიარდები უნდა იყოს უსაფრთხოდ. თქვენ ეჭვაშეგებაროთ, რომ მანდ არის საკრალური თემები და მოვლენები, რასაც არ შეეხებიან ერთმანეთის. ვერ წაართმევენ, არ წაართმევენ, შერჩებათ. და ესეთი მდგომარეობა, რომ არ ყოფილიყო აი ასეთი საბედისწერო რეჟიმი ჩვენს ქვეყანაში, აი იმ პერიოდში განსაკუთრებით, რასაც მე ვამბობ, უკრაინაში ომის დაწყებიდან ეს 4 წელი, ჩვენ დავაგროვებდით იმდენ კაპიტალს, მეგობრებო, რომ ეყოფოდა საქართველოს განვითარებისათვის 1 საუკუნე. ყველაფრისთვის, ეკონომიკის აღდგენა, სოფლის მეურნეობის ფეხზე დაყენება, სოციალურად აუცილებლობის მიხედვა, შობიარეთა ფონდი, დემოგრაფიული ფონდი, დაცარელებული სოფლების აღდგენა, სკოლებში სამჯერადი კვების დაწესება, სრულად უფასო უმაღლესი სასწავლებლები და არა ნაწილობრივ, როგორც ახლა ცდილობენ მოგვაჩვენონ, ვითომ რაღაცა გაეღვიძათ ადამიანური მეტარია ჩემტერი. სრულად უფასო ჯანმრთელობის დაცვა, ის თაობაზეც ლეიბორისტები ამდენი წელი ვიუწვით. ყველაფერი გვექნებოდა გარანტირებული, მეგობრებო. ეს იყო ის კაპიტალი, რომელიც არასოდეს აღარ განმეორდება, რადგან ხედავთ, აგერ გეოპოლიტიკა რა სწრაფად იცვლება, რომ დაინახეს, რომ აქ ეს ბანდაა ჩაბუდებული, უცბად მოგვინახეს ალტერნატიული გვერდით იგზა, ზანგეზურის სახით, ტრამპის სახელობის, რომელიც ვიმეორებ, საბედისწერო რამ გამოდგება საქართველოსთვის, ჯერჯერობით ეს არ იგრძნობა, ის არ აღშენებულა, მთლიანად არ შესულა ექსპლუატაციაში კომპლექსურად, როგორც აპირებენ, ანუ სახმელეთო, სარკინიგზო, ოპტიკურ-ბოჭკოვანი, ნავთობის და გაზის მაგისტრალები ალტერნატიული. ეს ყველაფერი წინ გველოდება, თუ არ ვიმოქმედეთ, თუ ეს ბაღლინჯო არ მოვიცილეთ, არ დაუბრუნდით ცივილიზებულ სამყაროს, რომლებიც აღარ იქნებიან იზოლირებული, ეძებონ ჩვენი გვერდის ასაქცევი ალტერნატიული კორიდორები. აბა ეს არის ჩვენი გეოპოლიტიკური და ეკონომიკური და თავარი სიმდიდრე, ჩვენი მდებარეობა, გეოგრაფიული მდებარეობს, რომელსაც შეიძლება თამამად უწოდოთ ევრაზიის გასაღები. ევრაზიის ჯვარივით ვართ აი ამ რეგიონში,
დასავლეთი, აღმოსავლეთი, სამხრეთი, ჩრდილოეთი, ესე პირდაპირ ჯვარი გადევს და მართლაც თუ შორის წილხვედრი ქვეყანა ვართ ამ გაგებითაც. მაგრამ როცა სატანები და ეშვაკისეულნი მოდიან ხელისუფლებაში, ისინი ჯვარსაც აბილწავენ, ერსაც, ბერსაც ყველაფერს მიითვისებენ, მოსახლეობასაც გააძევებენ და არაბიზაციასაც დაიწყებენ წარმატებით, რასაც ჩვენ ხედავთ და რაც ასევე არ უნდა დაუშვათ თუ სულს გადავრჩეთ როგორც არა მარტო სახელმწიფო, არამედ როგორც ერი ეთნოსი. ეს ყველაფერი დღეს დგას კითხვის ნიშნის ქვეშ. თავარი სასამართლო პროცესი ივანიშვილის და მის ხროვას წინ ელოდება. ეს იქნება ობიექტური სასამართლო ნაწილი დიდი ვარაუდით შეიძლება საერთაშორისო ტრიბუნალზე მოხდეს პირველ რიგში ივანიშვილი და ჩვენი მთავარი ამოცანა ამ პროცესებში უპირველესად უნდა იყოს მათ მიერ მოპარული მითვისებული ქონების დაძებნა სოფლიოს ყველა საფინანსო სტრუქტურაში, სააქციო ორგანიზაციებში, კომპანიებში, ბანკებში, თავისთავად ოფშორებში დაძებნა და შემოტანა უკან ქვეყნის ბიუჯეტში და მერე გაშვება აი იმ სფეროებში, რაც ქვეყანას აღადგენს. მართლა პირდაპირ გაგებით თავის სოფელ ქალაქიანად. აი ახლა მადურო როგორც კი ამერიკის სპეცრაზმა თავის საძილე ოთახიდან მეუღლესთან ერთად გაიყვანა და მიაბრძანა ბრუკლინის სასამართლოში, შვეიცარიის ხელისუფლებამ ეგრევე დაბლოკა მისი მილიარდები ამ ქვეყნის საბანკო სტრუქტურებში და განაცხადა, რომ დაუბრუნებს ვენესუელელ ხალხს. მათგან მოპარავს, რა თქმა უნდა, ის თანხაც ვენესუელელების კუთვნილება, რომელიც აი ამ დიქტატორისა და მისი კლანის ბედნიერებას ხმარდებოდა და ეს პრაქტიკაა საერთაშორისო, რომ საერთაშორისო და საშინაო სამართალშიც, რომ მოპარული უნდა დაბრუნდეს დაზარალებულის ინტერესები დაკმაყოფილდეს. ამიტომ ეს პროცესები და ამ პრობლემების გადაწყვეტა წარმატებით კიდევ წინ გველოდება და აქ არ შედის მარტო ის ჯოგი, რომლებიც დღეს პარლამენტში შედან იქ ვინც არიან ეს ოდიშარიები, წულაიები, ეს ივანიშვილები, მისი საახლობლო ოჯახის წევრები, დეიდაშვილები, მამაცაშვილები და რა ვიცი, ვინც არიან მთავრობის წევრები, მილიონერები, მილიარდერები, ქურდები. მარტო ისინი არ შედიან აქ. აქ შედიან ის ბიზნესმენ ოლიგარქებიც, რომლებიც წარმოადგენენ ახლო კლანს რეჟიმის მადაფინანსებლებს, დონორებს, იგივე კახაბექაური თავისი ორი ნაბიჯის მაღაზიათა 800 მაღაზიის ქსელით 400 მილიონი მოგება რომ ბოლო წლებში მიიღო მარტო აი ეს კატეგორიები იგივე ვანო ჩხარტიშვილი ჩვენი ანაბრების ქურდი და მუდამ კმაყოფილად მომღიმარი ფოტოებზე და ვიდეო გამოსახულებებში აი სანამ ვანო ჩხარტიშვილები ყაზარაძეები და ეს მთელი ბანდა ვინც ჩვენი სული და გული შეჭამა და მიითვისა არიან გაღიმებულნი მანამდე საქართველოს ვერ გაიღიმებს ეს უნდა ვიცოდეთ ამიტომ მთელი ოლიგარქიული კლანია გასანეიტრალებული ჩოჩელები პარტიული კუთვნილების მიუხედავად რომლებიც გამოწოვეს ბოლომდე სახელმწიფო და გახდნენ მილიარდერები და დაიწყეს პოლიტიკოსობაც. ანუ არავითარი გამონაკლისი აქ არ უნდა დაუშვათ. ხედავთ რომ ოლიგარქი მოილტვის პოლიტიკაში ის გზა უნდა გადავკვეთოთ. სპეციალური კანონი ახალი ხელისუფლების მოსვლისთანავე იქნება მიღებული, რომელიც აკრძალავს ოლიგარქების პოლიტიკაში მოსვლას სამუდამოდ. სოფლიოში ძალიან გაიმარჯვებს ოლიგარქია, დაიწყებენ დედამიწის მართვას. აი რაც იდეები აწუხებს ივანეს თვითონასაც აკეთებს მე იმას სხვა საბრალებს ფარულ მართლებს ეძებს და deep state-ს სხვაგან ამერიკაში და ევროპაში თვითონ არის დაფუძნებელი ამ ეტაპზე ამ თანაც კრიმინალური deep state-ის და თუ მთლიანობაში სოფლიომ არ მოიცილეს გამდიდრებული კლანის მართლობა და ბატონობა დედამიწა ნამდვილად გადაშენდება ისინი დაამთავრებენ ადამიანთა რასას დაამთავრებენ ოჯახს დაამთავრებენ სოფლიო ეკონომიკას ბოლოს გადაწყვეტენ ვინ რამდენი ბავშვი უნდა გააჩინოს, ვინ ბავშვი უნდა გააჩინოს და იმის მიხედვით დაადგენენ შობადობის და მოსახლეობის საჭიროებას რა ჭირდებათ, რამდენი IT-შნიკი ჭირდებათ, რამდენი თქვათ ყარაული და პირადი დაცვა ჭირდებათ, რამდენი სოფლის მეურნეობაზე ჭირდებათ, იტყვენ დაარჩენეს ყველაფერი ზედმეტია, დედამიწას ამძიმებს, ამიტომ
გადაშენდით და ჩვენ მივხვდით აი ამ ლამაზ პლანეტას, რომელსაც აბინძურებთ. აი ეს არის ამათი ან ოლიგარქების ფსიქოლოგია, რომ სთვლიან საკუთარ პერსონას განსხვავებულ რასად, მაღლა მდგომ არსებებად, იმიტომ რომ მათი შორის ფული და სხვებმა რახან ეს ვერ მოახერხეს, განუვითარებელი არსებებია და ამიტომ ისინი უნდა გამოიყენონ როგორც მონები. ვიმეორებ, ეს გლობალური საკითხია.